რას განიცდის შენი სხეული, როდესაც შენი მეწყვილე მოდის შენთან და გამოხატავს ბრაზს. და ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა აღმოჩნდა, რომ ბრაზს რო გამოხატავს დამოუკიდებლად იმისა, ჩემკენ არის თუ არა ეს ბრაზი მომართული, ჩემკენ არის თუ სხვისკენ, სამიზნე სხვა არის, ხო? მე აღვიქვამ თავს დადანაშაულებულად ამ ყველაფერში, ხო? რეალურად ეს არის იმისი ანარეკლი, რომ ბავშვობაში დაკვეთა იყო, ხო? როდესაც შენი მზრუნველი პირი მწყობრიდან არის გამოსული, ხო, მაგალითად ამსხრევს ირგვლივ ყველაფერს, ან უბრალოდ ძალიან ძლავრი და ესეთი მძაფრი გამოხმაურება აქვს, ხო, აი, მაგალითად შეცხადება. ეს სიტყვა დაიკარგა, მაგრამ სინამდვილეში არსებობს. ხო, როდესაც შევიცხადებთ რაღაცას და ეს არის ძალიან დამძაბავი გამოცდილება მცირეწლოვანი ადამიანისთვის, ხო? იმიტომ რომ ძალიან დიდი მუხტია მისთვის. და საბოლოო ჯამში, ესე იგი, მე ვინაცვლებ ზუსტად იმ ბავშვის მდგომარეობაში, რომელიც თავს ვალდებულად თვლიდა, რომ აუცილებლად გაეწონასწორებინა მისი მზრუნველი პირი, იმიტომ რომ ეს რო არ გავაკეთე